კებაო გიგა გაგცევს პასუხს ანაწითლიძე ნახვამდის. საღამშვიდობისა გიგა ლემოჯაოს. მოდი რახან ეს თემა იყო პირიქით სხვადასხვა მინდოდა დამეწყო, მაგრამ დავიწყოთ იმ თემით, რითაც დავამთავრეთ ანაწითლიძესთან, რომელსაც თქვა რომ შანტაჟის ენით ეს ახალგაზრდა ბიჭი ნუ გველაპარაკება და ხო, აი რომ ვიტყვით, თქვათ, ვინ არ მოაწერს ხელს დოკუმენტზე, საუბრობდით ერთობის დოკუმენტზე და რომ არანაირ ფარატინა ახალგაზრდა ბიჭიო, ესე თქვა? ეს ახალგაზრდა ახალგაზრდა არ გადამრიო. და რომ ფარატინა ფურცელზე, ხელმოწერაზე და ეთიკის კოდექსებზე მეტი გამოწვევა გვაქვს და ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც ნამდვილ ერთობაზე ლაპარაკობს. ეს იყო ის, რაც თქვა ანაწითლიძემ, თქვენ მოსაცდელშიც პრინციპში რაღაც ფრაგმენტების მოსმენის შესაძლებლობა გექნებოდათ. მინდა კითხოთ, რა ეტაპზეა ეს დოკუმენტი, იმიტომ რომ თქვენგან მოვისმინე მე მართლაც საუბრობდით, რომ აი ბოლოშია და ხელმოწერებს ელოდება. საღამშვიდობის პირველ რიგში მოგესალმებით და მივესალმები მაყურებელს. ეს არ არის უბრალოდ დოკუმენტისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ხაზი გაუსვათ ამ ყველაფერს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ამ ბოროტი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიაზე შეთანხმება. ჩვენ არ გვჭირდება ფურცლები უბრალოდ და რაღაცა ბიუროკრატიული პროცესები, ჩვენ გვჭირდება შეთანხმებული ბრძოლის სტრატეგია, როგორ ვიბრძვით და როგორ ვამარცხებთ რუსულ რეჟიმს საქართველოში. მე თუ მკითხავთ, მთავარი პრობლემა დღემდე არის ის, რომ პროდასავლური პოლიტიკური ძალები დღემდე არ ვართ შეთანხმებული ბრძოლის სტრატეგიაზე. ეს ხშირად იწვევს გარკვეულ დისონანსებს, განსხვავებულ გადაწყვეტილებებს. ბუნებრივია, რომ განსხვავებები ამ პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებობს. 24 შემდეგ რა ბრძოლაც არის, ეს არ არის რაღაც ერთიანი სტრატეგიის ფარგლებში ბრძოლა? დიახ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, რომ პროდასავლური პოლიტიკური ძალები ვერ ჩამოყალიბდნენ დღემდე ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლის ერთიან სტრატეგიაზე. ეს მიმაჩნია სერიოზულ პრობლემად. ეს გამოიხატება ბევრ რამეში. ეს გამოიხატება პროტესტში, ეს გამოიხატება პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს გამოიხატება ეს ჩანს საგარეო ასპარეზზე, ბევრი გამოვლინება აქვს. მე მინდა მაყურებელმა იცოდეს, რომ ეს დოკუმენტი არ არის რაღაცა ქაღალდი, ფურცელი უბრალოდ, რაღაცა ბიუროკრატიული პროცედურა, ეს არის შეთანხმების პროცესი და ჩემი აზრით, აი როგორც კონსტიტუციაა, ხო, კონსტიტუციაში მთავარი რა არის, ხო? არა მარტო უშუალოდ პროდუქტი, რაც იქმნება, არამედ ეკვივალენტური მნიშვნელობის არის პროცესი, რომლის შედეგადაც ეს დოკუმენტი იქმნება. აი ზუსტად ეგეთ დოკუმენტად უყურებ ბრძოლის კონსტიტუციად, უყურებ ამ დოკუმენტს, რომელიც და ჩვენთვის საერთოდ არ არის. ყველამ ერთად დაწერეთ ეს დოკუმენტი. ეხლა მოგიყვებით მაგასაც, დიახ. ჩვენთვის საერთოდ არ არის რაღაცა თვითმიზანი, რაღაცა ქაღალდების შექმნა. ჩვენთვის არის თვითმიზანი პროდასავლური პოლიტიკური ძალები შეთანხმდნენ, როგორ ვამარცხებთ ივანიშვილის რეჟიმს და გადავიდნენ მოქმედებაზე. ეს წერია ამ დოკუმენტში, როგორ ამარცხებთ ანუ რაღაცა იცით და მეტიც წერია სადღაც და ეს არის, ნახეთ, ეს არის სტრატეგიული დოკუმენტი. ჩვენ ესე არ უნდა გავიგოთ, რომ ვიღაცას აქვს ოქროს გასაღები და იცის რომ შტაბეჭდილება დამრჩა. ხვალ 5 საათზე ამას გავაკეთებთ, 6-7 საათზე იმას, მასე 8 საათზე კიდე რაღაცას და შემდეგ უკვე რეჟიმი ჩამოიშლება. ეს ხო არასერიოზულია. მე ამ შემთხვევაში რაზე ვლაპარაკობ, ნახეთ. როგორ ვიაროთ თან მიმდევრულად, შეთანხმებულად, რომ შეიძლება აი ამან არ გიმაგალითი, აი ორ მაგალითს მოგიყვანთ, ხო? პირველი ეს არის, რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო დეპარტამენტმა ნედგაზეთის შეკითხვაზე გასცა პასუხი. ოფიციალური პოზიცია სახელმწიფო დეპარტამენტისა, შეერთებული შტატების, სადაც წერს, რომ ჩვენ ივანიშვილის რეჟიმის წინაშე ვაწესებთ გარკვეულ პირობებს. ხო, რეჟიმი თქვენი სიტყვებია, იქ სხვანაირად იყო ნახსენები. როგორ იყო ნახსენები? ანუ რეჟიმად არ იყო მოხსენიებული განცხადებაში. დიახ, აბა როგორ იყო ნახსენები? რეჟიმი ეწერა? ხო, არა, მე ზუსტად არ მახსოვს, თქვენ ხო არ გახსოვთ როგორ იყო? ხელისუფლებას. ხო, ტერმინი არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მე მოვძებნი ვიდრე თქვენ საუბრობთ. ჩემთვის არის რეჟიმი, არ არის. თქვენთვის რომ არის კი ვიცით. კი, ივანიშვილის წინაშე აყენებენ პირობებს, რა პირობები უნდა შეასრულოს რეჟიმმა იმისთვის, რომ აღდგეს ნორმალური ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან. ამ პროცესში, როდესაც შეერთებული შტატები გადადის პირდაპირ პირობების დაყენებაზე ივანიშვილისთვის, ჩემი აზრით არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ პროდასავლური პოლიტიკური
კლასის მხრიდან არსებობდეს ერთიანი გზავნილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რა არის გასაკეთებელი საქართველოში იმისთვის, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს, რაც არის შექმნილი. და ჩვენი აზრით ეს არის ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრები გარეთ. და იმისთვის, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის, აი ერთი მაგალითი ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის. თქვენ ამბობდით როგორც ციტატას თორე, თქვენ რომ ერთი მაგალითი იმისა, რატომ არის პოლიტიკური კლასის ერთიანობა მნიშვნელოვანი. ეხლა მეორე, აი მაგალითად ალბათ დებატების საკითხი, ხო? არის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დებატებში მონაწილეობა სასარგებლოა ჩვენი საქმისთვის და საბოლოო გამარჯვებისთვის და არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებშიც მეც შევდივარ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ამ დებატებში მონაწილეობა არ შეიძლება. და ეს გაყოფა ამ გადაწყვეტილებებში, ხო, აი ძალიან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე კი არა, ძალიან აი საყოფაცხოვრებო გადაწყვეტილებებზე რო ვისაუბროთ. პრობლემებს ქმნის საბოლოო ჯამში. ასეთი იქნება ვიღაც პოლიტიკოსი კონკრეტული თავისი პარტია აქვს. თქვენ ხართ ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ პარტიები უნდა გაძლიერდნენ, ხომ ამბობთ ამას? ბუნებრივია, რა თქმა უნდა. კი ბატონო. თუ რაღაც ტიპის გენერალური ხაზი უნდა იყოს და თუ რომელიმე პარტია თulis რომ ამ დებატებში თავის გამოჩენით ის თავის პარტიულ იდენტობას არ ვიცი გააძლიერებს თქმას აუდიტორიამდე კარგად მიდა, იმიტომ რომ რაღაც დოკუმენტი შეიქმნა და იქ ხელის აწევით ხმა მისცეს რომ დებატებში არ ვიაროთ, ამ გენერალურ ხაზს უნდა დაემორჩილოს, ეს სწორი იქნება. აუცილებლად, დოკუმენტი კი არ შეიძლება. ოცნებაც ასე ემორჩილება ერთში და გადაწყვეტილებას გენერალურ ხაზს. დოკუმენტი კი არ შეიქმნა უბრალოდ. შეიქმნა ბრძოლის საერთო სტრატეგია, რომელზეც პოლიტიკური ჯგუფები თანხმდებიან და ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს და ერთად მოქმედებენ, ერთად იბრძვიან, ერთად არიან პროტესტში, ერთად არიან პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში, ერთად არიან საერთაშორისო ასპარეზზე ივანიშვილის რეჟიმის დასასუსტებლად და ჩამოსაშლელად. ამაზეა ლაპარაკი. ვინმეს დოკუმენტი იმისთვის კი არ ჭირდება, რომ პოლიტიკური პარტიების ოფისებში 2 ან 3 ფურცლით მეტი იდოს. ეს შეთანხმება საჭიროა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში შეიქმნას ამ რეჟიმის ერთიანი დემოკრატიული ალტერნატივა და ეს ალტერნატივა მნიშვნელოვანია პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ რას უყურებს ახლა საქართველოს მოქალაქე? ხო, ახლა უყურებს დაქსაქსულ ოპოზიციას, რომელიც რაღაცეებზე ვერ თანხმდება, რომელიც ბრძოლის პროცესში არ არის ერთიანი და ამ ჩვენ მოქალაქეებს ჭირდებათ იმედი სინამდვილეში, ანუ ჭირდებათ პოლიტიკური დასაყრდენი, რომელზეც დარწმუნებული იქნებიან, რომ ამ დასაყრდენს შეუძლია დაამარცხოს ივანიშვილის რეჟიმი. და მეორე მხრივ, ვინ არ არის თანახმა იყოს ამ პროცესის მონაწილე? ეხლავე მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხედავდნენ, რომ ამ რეჟიმის ჩამოშლის ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩანიშვნის შემთხვევაში არსებობს ერთიანი პროდასავლური დემოკრატიული ალტერნატივა, რომელიც მზად არის, რომ გადაიბაროს ხელისუფლება. ეს არის ამ დოკუმენტზე ხელმოწერა ავტომატურად ნიშნავს, რომ იმ ფრონტისგან ხელმომწერთაგან რაღაც ერთიანი შეიძლება თუ სია არა, მაგრამ სამომავლოდ რაღაც ალტერნატივად წარმოჩენის შესაძლებელია. ანუ ხელმოწერა ნიშნავს თამაშის წესებზე შეთანხმებას და სამომავლოდაც რაღაც ტიპის განაცხადება. რა თქმა უნდა, ეს ხელმოწერა თავისთავად მნიშვნელოვანი ამბავი კი არ არის, ფურცელზე ხელმოწერა. მნიშვნელოვანია შეთანხმება, რომლის შემდეგაც უნდა გადაიდგას ძალიან კონკრეტული ნაბიჯები. პროტესტი რეგიონებში, პროტესტი თბილისში, ვიზიტი ერთობლივი ვაშინგტონში, ვიზიტი ერთობლივი ბრიუსელში, ანუ ამ ერთიანობამ, პროდასავლურმა, ოპოზიციურმა ერთიანობამ უნდა დაიწყოს ძალის გამოსხივება. ალბათ დამეთანხმებით დიანა იმაში, რომ ეხლა რა გიშლით რომ ეს ასე არ გააკეთეს? გეტყვით ახლა რა გვიშლის, ნახეთ სამწუხაროა, რომ ცალ-ცალკე ვერც ერთი ეს პოლიტიკური ბანაკი, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს, პროდასავლურს გულისხმობ, ვერ ახერხებს იმ მასშტაბის ძალის გამოსხივებას, რომ ივანიშვილის რეჟიმის ჩამოსაშლელად ეს იყოს საკმარისი. და აქედან დასკვნა არის შემდეგი, რომ რასაც ვერ აკეთებ ცალ-ცალკე, უნდა გააკეთო ერთად. თქვენი ყველანი არ ხართ პროტესტში? კი, ოღონდ ეს არ არის ერთობლივად ორგანიზებული პროცესი. როდესაც თქვენ რაღაცას აკეთებთ, მე რაღაცას რომ შევადარო, რომელი იყო ერთობლივად ორგანიზებული, რომ შევადარო, რომ აი ის უფრო დიდი იყო ვიდრე. ხო და ვერაფერს ვერ შეადარებთ, იმიტომ რომ ამ ტიპის შეთანხმება პროდასავლურ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის აქამდე არ მომხდარა. ჩვენ აი მე მგონი თქვენი წინასტუმარით საუბრობდა და იმის წინასტუმარიც რომ უსმენდით რაღაც ფრაგმენტებს, რომ ბევრი შეთანხმება გვინახავსო, ბევრი დოკუმენტი გვინახავსო. ჩვენ დოკუმენტს დოკუმენტისთვის კი არ ვქმნით. ჩვენ ვქმნით საფუძველს ძლიერი პროდასავლური
პოლიტიკური ალტერნატივისთვის. მე თუ მკითხავთ, რატო აქამდე არასოდეს ეს არ გამოვიდა, ამაზე ჩემი პასუხი არის შემდეგი, რომ არასოდეს პროდასავლური პოლიტიკური ძალები ფუნდამენტურად არ შეთანხმებულან საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე. ჩვენ გვინახავს წინასაარჩევნო ერთობები, ჩვენ გვინახავს ერთობლივად რეგიონებში გასვლები, ჩვენ გვინახავს ერთობლივად ბრიუსელში ვიზიტი, რაღაცა ჯგუფებისა, მაგრამ დავამთავრებ ამას თუ შეიძლება, არასოდეს ჩვენ არ გვინახავს ფუნდამენტური შეთანხმება ბრძოლის სტრატეგიაზე. შეთანხმება იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლამდე და ამ ქვეყნის განთავისუფლებამდე პროდასავლური პოლიტიკური კლასი მოქმედებს ერთიანად. მე ვფიქრობ პირადად, რომ ამ ტიპის შეთანხმება პროდასავლურ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არის ზუსტად ის, რაც ჭირდება ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესს და ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. რა ეტაპზეა ეს შეთანხმება? ეს შეთანხმება, ამ შეთანხმებამ გაიარა ბევრი სხვადასხვა ეტაპი. მე არ მინდა, რომ ჩემი საჯარო განცხადებით დავაზიანო ეს პროცესი, მაგრამ რაც შემიძლია. ნუ გვაშანტაჟებს ეს ახალგაზრდა ბიჭია უკვე. ხო, როგორ ჩანს რაღაც დისონანსი შეიტანეთ თქვენი განცხადება. რამდენიმე რამე შემიძლია შეკბირდეთ. ერთი შემიძლია შეკბირდეთ ის, რომ ეს შეთანხმება აუცილებლად გახდება საჯარო საქართველოს მოქალაქეებისთვის. იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მას შემდეგ რაც ხელი მოეწერება თუ მას შემდეგ რაც შეიძლება არ მოეწეროს ხელი. არა, ამ შეთანხმებაში აუცილებლად იქნებიან პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფები, ამაზე ეხავე შემიძლია გითხრათ. მაგრამ რამდენი ამაზეა ლაპარაკი? რა თქმა უნდა, რომ ეს ესე იქნება, ეხავე შემიძლია გითხრათ, რომლებსაც წარმოუდგენიათ, რომ ერთობის გარეშე რეჟიმის დამარცხება არის ან ძალიან რთული, ან შეუძლებელი, ვინც იაზრებს იმას, რომ ეხლა არის არა დაყოფის, არამედ ერთიანობის დრო და ვინც თანხმდება რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიაზე და ეს დოკუმენტი, ეს შეთანხმება გახდება საჯარო საქართველოს მოქალაქეებისთვის. ლელოვიცით საჯაროდ თქვეს, რომ არანაირ დოკუმენტს ხელმოწერას არ აპირებენ. ნაციონალური მოძრაობა როგორც ჩანს არის ასევე ვინც ორჭოფობს დოკუმენტზე რომ ხელი მოაწეროს. აი რა არგუმენტი აქვს მაგალითად ნაციონალურ მოძრაობას ამ ეს დახურულ შეხვედრებზე ლელოსთან გავარკვევ თქვენ ერთი ეს, მეორე რაც აუცილებლად გაგცემთ მაგაზე პასუხს, უბრალოდ ეს მინდა დავასრულო. მეორე რაც შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი мотиваცია ამ პროცესში არის ერთადერთი. ჩვენ ვხედავთ, რომ ეხლა ეს ქვეყანა დგას ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარზე. ჩვენ ახლა ვართ შემდეგ სიტუაციაში, რომ რეჟიმმა ვერ დაამარცხა საქართველო, მაგრამ ჯერ ჩვენც ვერ მოვახერხეთ გამარჯვება რეჟიმზე. და ეხლა მივდივართ ძალიან მნიშვნელოვანი კვანძის გახსნისკენ და ამაზე მიუთითებს ძალიან ბევრი ინდიკატორი. საქართველოს, აი ჩვენ რეგიონში, შავი ზღვის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში, უკრაინაში, ანუ ევროპის აღმოსავლეთით მიმდინარე პროცესები, ძალიან ბევრი რამე მიუთითებს, რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ეხლა შედის გადამწყვეტ ფაზაში. ამიტომ ჩვენი ერთადერთი мотиваცია ამ პროცესში არის, რომ ყველა პოლიტიკურმა, პროდასავლურმა პოლიტიკურმა ჯგუფმა გაიაზროს ერთიანი ბრძოლის მნიშვნელობა. იმიტომ რომ ამის გარეშე გამარჯვებას ჩვენ ვერ ვხედავთ. ეხლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით, ხო? ლელოს აქვს გაცხადებული საჯარო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას თავისი პოლიტიკური ბრძოლა წარმოუდგენია დამოუკიდებლად და ხო, ეს არის ჩემთვის მოცემულობა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველასთან დავიცვათ რაღაცა კოლეგიალური თამაშის წესები, ბუნებრივია, ოღონდ ეს ლელოს გაცხადებული პოზიცია რო ესეა. რაც შეეხება კოლეგიალურ თამაშის წესებზე მაშინ არ გიფიქრიათ, როცა მათი არჩევნებში მონაწილეობა გახდა მათსა და დანარჩენ ოპოზიციას შორის რაღაც თავი წყალგამყოფი. მაშინ ჩვენ ხელმძღვანელობდით და მომავალშიც ვიხემძღვანელებთ საქართველოს ეროვნული ინტერესებით და ის რომ რეჟიმმა ვერ მოიპოვოს ვერავითარი გზით ლეგიტიმაცია ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული რომ ეს არის ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესი თუ თქვენ გაიხსენებთ ლელოს იმ ნაბიჯს კიდე ერთხელ გიმეორებთ რომ ეს იყო შეცდომა და ჩვენი პოზიციაც ამ შეცდომასთან დაკავშირებით გადმოვახვიოთ ახლა მოკლედ გესმით ლელოსი მათი არა კი არ მესმის მე ვფიქრობ რომ ეს პოზიცია სწორი არ არის რასაც ლელო საჯაროდ ამბობს ხო მაგრამ ეს არის მათი საჯარო პოზიცია რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსულტაციებს ეს კონსულტაციები როგორც გითხარით უკვე დაახლოებით 2 თვეა მიმდინარეობს 2 თვეზე მეტი უკვე მე არ მინდა რომ ბევრი საჯარო დეტალი მოვყვე ამ კონსულტაციებთან დაკავშირებით იმიტომ რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის გადასაწყვეტი გიდასტურებთ რომ ჩვენ გვაქვს
მოლაპარაკებები, დისკუსიები, განხილვები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან ეს დისკუსიები აი რას ვერ ხედავენ. იცით რა არის? დაინახეთ რომ ამ დოკუმენტით არა, ეს ხო ადვილი კიდე ერთხელ ნახეთ, ეს არ არის დოკუმენტი როგორც ასეთი არ არის ამ პროცესის მთავარი ამოცანა. კიდევ ერთხელ. ამ პროცესის მთავარი ამოცანაა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტულ სტრატეგიაზე საერთო შეთანხმება, ერთიანობის საბოლოოდ მიღწევა და ამ ერთიანობის ხარჯზე ძალის ჩვენება, მათ შორის ჩვენი მოქალაქეებისთვის იმედის გაჩენა, პერსპექტივის განცდის გაჩენა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმის დემონსტრირება, რომ ამ ქვეყანაში მოძრაობასთან გაქვთ ამაზე ლაპარაკი. კი, გიდასტურებთ მაგასთან დაკავშირებით არის ლაპარაკებები. ეხლა მინდა რომ დღეს მთავარ ამბავზე დავბრუნდეთ ასე. მთავარი ხაზი ამ დოკუმენტის არის თუ არა ასევე ის რომ არაღიარება, არალეგიტიმურად ცნობა. ამ თქვენ სტრატეგიულ ხაზში რა ტიპის დისონანსი შემოაქვს დღეს ინიცირებულ კანონპროექტს? რომელ კანონპროექტს გულისხმობთ? ეს თუ ლეგიტიმურად არაღიარების კრიმინალიზება, კი ბატონო. ეს ჩვენ ამ ყოველდღიური ბრძოლის პროცესში მე მგონი გვიჭირს ხოლმე რაღაც დიდი სურათის დანახვა და ეს ყველას გვეხება მეც მათ შორის. მე ვცდილობ რომ რაღაცა დიდი ზუმ-აუთით შევხედო ამ პროცესს და თუ დიდ სურათს დავხედავთ რეჟიმის ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ ვინც არ მაღიარებს იმას 3 წლით ციხეში გაუშვებ, არის ყველაზე უფრო კარგი არგუმენტი და დასტური სინამდვილეში, რატოა ეს რეჟიმი არალეგიტიმური. აი წარმოგიდგენიათ, ჩვეულებრივი ნორმალური ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ემუქრებოდეს, რომ ვინც არ მაღიარებთ ლეგიტიმურად 3 წლით ციხეში გაგიშვებთ. გეთანხმებით მაგაში. ეს ერთი ამბავი. ეხლა რა გავლენას მოახდენს? შემოაქვს თქვენს თავარ სტრატეგიაში ამით, იმიტომ რომ მოგიწევთ კანონის სახეს მიიღებს რაღაც ტიპის ანგარის გაწევა. ეხლა რა გავლენა შემოაქვს? ნახეთ, 3 წელი კი არა, 300 წელი რო გაითვალისწინონ ამ ვითომ კანონებით პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი იმისთვის, რომ ძალით გვაღიარებინონ ამ რეჟიმის ლეგიტიმურობა, ამ გზით შეუძლებელია, რომ მათ მიიღონ ჩვენგან ლეგიტიმაცია. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც რამე გზა არსებობს, რითაც მიიღებენ? შეუძლებელია, რომ მათ 3 კი არა, აი გეუბნებით კიდევ ერთხელ, 300 წელი რო ჩაწერონ იმ ვითომ კანონში, ვერც ერთ სიტყვას ჩვენგან იმისთვის, რომ და ვერც ერთ ქმედებას იმისთვის, რომ ამ რეჟიმის ლეგიტიმურად ცნობას ხელი შეუწყოთ, ვერ მიიღებენ. ეს რეჟიმი რატოა ესეთ არალეგიტიმური? იმიტომ რომ გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები და სამწუხაროდ ამ ქვეყანაში არჩევნები არაერთხელ გაყალბებულა, მაგრამ 26 ოქტომბრის არჩევნებს სხვა არჩევნებისგან, რომელიც არც ისე კარგად ტარდებოდა ხოლმე, იცით რა განასხვავებს? რომ მათ სრულად შეცვალეს საარჩევნო შედეგი, ანუ მათ სრულად მიიტაცეს არჩევნები, გადაწერეს საარჩევნო შედეგები და მერე მიიტაცეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი აბსოლუტურად და ხელისუფლება, რომელიც აუქმებს საარჩევნო გზით ხელისუფლების ცვლილებას, ვერასოდეს დემოკრატიული საზოგადოებისგან ის ვერ ეღირსება ლეგიტიმაციას. მეორე, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც ამ რეჟიმს არ ცნობს ლეგიტიმურად, ამიტომ მათ შეუძლიათ მოიმოქმედონ რაც უნდათ, წერონ და იკითხონ. რაღაც შეხვედრები იქ, მიუნხენის კონფერენცია, ხელის ჩამორთმევა, წასვლა, რაღაც ტიპის გარღვევის მცდელობებს. გარღვევის მცდელობები ქონიათ და მომავალშიც ექნებათ და ჩვენი ერთიანობა ამ პროცესში არის საჭირო იმისთვის, რომ ყველამ ხელი არ ჩამორთვას არავინ. კიდევ არა მაგისთვის არა, იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახონ, რომ ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ღირს, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არსებობს ღირსეული პოლიტიკური ალტერნატივა და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახონ, რომ ახალი და თავისუფალი სამართლიანი არჩევნების პირობებში არსებობს ძალა, რომელიც ივანიშვილს შეცვლის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი.